იქნება დიდებული საღამო ჩვენი 50 წლის სოვრელებისთან მიძღვნილი, რომელიც ჩამოყალიბდა 1960 წელს ბატონ გრიშამ შექმნა ეს არაჩვეულებრივი ანსამბლი, მედუდუკი და დასტა, იყო ადრე სოინარი ვერქვა, აქამდე სოინარი ქვენ, მაგრამ 95 წლის მერე ხალხმა შემოერქვა სოვრელები მღერიან, იმიტომ რომ ბატონ გრიშა გადაიცვალა 95 წელს. და მე ანსამბლი არ დავშალე, ისე ბიჭები შეკვდები, ორი დავჭით მე და ზაუტელეთელი. და იმის მერე უკვე დაიწყო ის ჩვენი ახალი შემოქმედებითი როგორც რეპეტიციები, ის შემოქმედებით საღამოები, გასტროლები, ვიყავით ოცხოეთში ბევრ ადგილას და დღეს კიდე ანსამბლი სოვრელები შეუდექით ქალქურ სიმღერების არ დავიწყება, რომ არ დავიწყოთ ეს ქალქური სიმღერა, ქალქური ქართული დილდუკი, რომელიც ჩვენი მამაპაპიდან მოდის, მე-4 საუკუნიდან და უფრო ადრიდან მოდის, სულთა ქართული საკრავი. მოდი ვაფშე. აი გაკრას კარტოზიას მე გავუშვი. აორე დაუკრას მორე. მოდი, იო. აკორდეონი არა იმას, ა? არა. მოდი, იო, და. მედიკო ჩავწერე. საჭაწერე. ჩავწერე. აა, ბრუციანი ხო არა? მე რა ვიცი. ეხლა. პაპარაცი რა? კი. აი უკვე. აი ეს ამას არა შეიძლება. მედია კარტოზი ამოვიდა გივისი კაროლიძესთან. ეგეთები არ იყოს, აი? ამ ადამიანებთან ერთად ყოველთვის მიხარია, ყოველი დღე, სადაც არ უნდა გადავეყარო ამ ადამიანებს. იმიტომ რომ არიან ძალიან მაგარი ხალხი პირველ რიგში. ჩემი უფროსი მეგობრები არიან, მე მადლობა მინდა ამ ადამიანებს გადავუხადო, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს, ჩვენ თბილისის ქალაქს შეუნარჩუნეს აი ესეთი აშუღური განწყობა, სული და გული, ქალაქური და მადლობა ბიჭებო 50 წელი კი არა, კიდევ ერთი 150 წელი ერთად ვიყოთ. მიყვარხართ. როგორ აი, გუში აკوارგავი არის შეიძლება როგორც იქნა მოვახცე. ვინ არის წამყვანი რა? მე ვარ მე-7 ნომერი. როგორ ფიქრობ, რამდენი ხანი უნდა 7 ნომერს უნდა 20 უკანასკნელ მოხიკანებთან, როდესაც გიწევს ურთიერთობა, მათ
ზეაწეულ სულს რო ხელს შეახებ დუდუკის მომაჯადოებულ ჰანგებში რო ჩაეპლობი ადამიანად გრძნობ თავს ისტორიაშიც გადავარდები უკანაც გადავარდები აწყვშიც ნორმალურად გრძნობ თავს და მე მგონი მომავალსაც დიდი იმედის თვალით შეყურებს კაცი ძალიან მიყვარს ეს ბიჭები მათი ხელოვნება ბევრია დუდუკზე დამყვრელი მაგრამ ქსოვრელებისნაირი და მათნაირი იცით დიდი პროფესიონალები გულით დამღერს სხვანაირი ბგერა სხვანაირად ხეს მათ ხელში ვიდრე სხვებიც კარგები ყავს არაჩვეულებრივი მაგრამ დუდუკს თავისი ბგერა სასიმღეროდ სხვანაირია საცეკვაოს ყველაფერი კარგად იცია ხოდა მე ბედნიერი ვარ რომ მათთან მომიწია ყოფნა ამ პერიოდში ერთად ცხოვრობ და ერთი-ორ სიმღერასაც მეც წამაბყავლებენ ალბათ რა ვქნა გამარჯობა სუსურებმა Yeah.